მაშასე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში სახელმწიფო გუნდის საარჩევნო სიას დადებს ბევრი ახალი სახე და ბევრი ძველი ასეთი იქნება ჩვენი ინფორმაციით საარჩევნო სია ქართული ოცნების შიდა კვლევებით მომავალ პარლამენტში მხოლოდ 4 ძალა შედის თავად ოცნება ნაციონალური მოძრაობა ბურჭულაძის გუნდი და თავისუფალი დემოკრატები დანარჩენები ბარიერს ამ კვლევებით ვერ ლახავენ მათ შორის ვერც პატრიოტთა ალიანსი საინტერესო ისაა რომ 4-ვე პარტიას აქვს მკვეთრად გამოხატული დასავლური საგარეო კურსი უკავშირდებოდა თუ არა ჯონ კერის ვიზიტი სწორედ მომავალი პარლამენტის დაკომპლექტების თემას და არჩევნებს რომ არც ერთი სხვა ძალა არ უნდა შევიდეს პარლამენტში წარმოგიდგენ დებატებში ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სახელმწიფო ხალხისთვის მერაბ მეტრეველი პოლიტიკური გაერთიანება გირჩი იაგო ხვიჩია და კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს ლიდერი ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო ერთი შეკითხვით რომელიც უკავშირდება პირდაპირ ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარს კახა კუკავასთან მინდა გადავიდე ამ შეკითხვით როგორ ფიქრობთ შეიძლება თუ არა ცენტრ პოინტის ეს სკანდალი ასე ვთქვათ უკავშირდებოდეს მართლაც არჩევნებს იქიდან გამომდინარე რომ 4 წლის თავზე მოხდა დაუშვათ გამოძიება ან გამოძიების დასრულება და დაპატიმრება ადამიანების და არა ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს. დიდი მადლობა კალბეტონო ინგა, მეც ფიქრობ რომ ეს უკავშირდება არჩევნებს, ოღონდ არა იმ კონტექსტში რაც კალბეტონმა რჩეულიშვილმა ახსენა რომ ეხლა მაგათი მაჟორიტარობის კანდიდატის დაყენებას აპირებენ ჩუღურეთში და ამისი შეეშინდა ვინმეს. საუბარი არის იმაზე რომ ცენტრ პოინტის მიერ ასე ვთქვათ გადაგდებული ადამიანები წარმოადგენენ რამოდენიმე 10,000 ამორჩეველს და ყველა არჩევნების წინ მიმდინარეობს ამ ადამიანებით манипуლირებაც. ეხლა მიმდინარეობს ამ ადამიანებით манипуლირება, იმიტომ რომ თუ ამ ხელისუფლებას სურდა ამ საქმის გამოძიება 4 წელიწადში ხშირად მომყავს ხოლმე მაგალითი ნიურნბერგის ტრიბუნალი ომის დამთავრებიდან 1 წელიწადში გაიმართა და ეხლა ცენტრ პოინტის საქმის გამოძიება შესაძლებელი იქნებოდა რა თქმა უნდა 4 წელიწადში. ამ ადამიანებსაც მინდა ვიმართო, კიდევ ერთხელ გატყუებთ ქართული ოცნება და რეალურად აქ არანაირი ძიება არ მიმდინარეობს. ჯერ ერთი ამ არგუმენტიდან გამომდინარე რომ 4 წელი ხელზე არ დაუდიათ. მეორეც, მე ვიყავი ამ პერიოდში თბილისის საკრებულოს წევრი და ძალიან კარგად ვიცი, ჩემთან მოდიოდა უამრავი ადამიანი, უამრავი სხვადასხვა კომპანიიდან და მე რაღაც არ ვსმენია რომ მათ შესახებ მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის ძიება, იგივე ოლიმპიური ვარსკვლავი, იგივე არის ცოტა უფრო ბაგებში, საბურთალოს ბაზართან სხვა. მე წეღან ანუ რეკლამის გაშვებამდე ეთერში რომ არსებობს სხვა სამშენებლო კომპანიები. მე მაქვს წერილები თბილისის პროკურატურიდან, ანუ როგორ ხდებოდა მოქალაქე მოგმართავდა ჩვენ, თხოვნით რომ ის დაზარალდა, ჩვენ უგზავნიდით ამას შემდგომლობით ქალაქის პროკურატურას, ხანდახან მთავარ პროკურატურას, საიდანაც მოგდიოდა პასუხები. ყველა საქმეზე. რომ ეს არის სამოქალაქო დავა, არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ამიტომ დაზარალებულო მონაშენე თუ გაქვს სურვილი მიმართე სასამართლოში ამ კომპანიის წინააღმდეგ. როდესაც ცენტრ პოინტის საქმე გამოიყო და ისიც 4 წლის თავზე აღმოჩნდა რომ აი ცენტრ პოინტის საქმეში იკვეთება თაღლითობა და ოლიმპიური ვარსკვლავის და კიდე სხვა კომპანიების საქმეში არა, ეს რა თქმა უნდა წარმოშობს გარკვეულ კითხვებს, თუმცა მე შორსა ვარ იქიდან იმაზრისაგან რომ ეს ახლა უკავშირდება რჩეულიშვილების ოჯახის პოლიტიკურ ამბიციებს. უფრო სწორი იქნება, უფრო სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ კორუფციული საქმე. აქ საქმე ეხება კორუფციას, თავარი პროკურატურის მხრიდან. გიორგისთან გადავალ, მოდი თქვენი ნებართვით, შეკითხვით, პირველ რიგში მადლობა სტუმრობისთვის, თუ არ ვწდები ეს თქვენი პირველი დებატია და საინტერესო იქნება განსაკუთრებით თქვენი სტუმრობა. გიორგი, შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ ქართულ ოცნებას იმდენად გაუჭირდა, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელსაც მიბმული ყავს უამრავი იაგომ თქვა წეღან დაასახელა ციფრი, თუ არ ვწდები 25,000-მდე ადამიანი და მათი ხმები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინც დაუშვათ ცენტრ პოინტის წინააღმდეგ არის განწყობილი. მადლობა კალბეტონო ინგა, მადლობას გიხდით მოწვევისათვის. სწორად აღნიშნავთ პირველი ეთერია თქვენთან და ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აქვს საშუალება გავიცნო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი საქართველოში. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმეს. მოდი ასე ვთქვა, ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ გვინახავს. თუმცა კონკრეტულად ამ საქმეს რომ შევეხოთ, მაშინ ესე შევატრიალოთ კითხვა, თუ კი არც ერთი საქმით არ დაიწყება გამოძიება, იქნება თუ არა კმაყოფილი საზოგადოება. ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა და ამ შემთხვევაში თუ კი 25,000-ვე ოჯახს ან 25,000-ვე ადამიანს ელექტორატად ვახურდავებთ, მაშინ რა დააშევა სხვა ყველა იმ ადამიანმა, რაც თქვენ ბრძანეთ. შესაბამისად მიმაჩნია რომ 4 წლის განმავლობაში ეს საქმეები ეტაპობრივად მიდიოდა და თავისი ეტაპი განხორციელებისა მან ამ ეტაპზე ჰპოვა.
ასევე ქალბატონი მაიას განცხადებას გამოვხმაურები და ვიტყვი, რომ საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხვაც, ნებისმიერი გამოკითხვა და ის მოტივი, რომ საგამოძიებო მოქმედებისთვის დაიბარეს ის და შემდეგ გამოუშვეს, ვფიქრობ, რომ ეს ამ პროცესს ჭრილში არ აყენებს, პირიქით მიმაჩნია, რომ პროკურატურამ თავისი პოზიცია დააფიქსირა ამ ეტაპზე და არ მიიჩნია საჭიროდ მისი დაკავება. რაც შეეხება სხვა დეველოპერებს, მე გავიხსენებ სახელმწიფოს პოზიციას, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას, როდესაც მან ძალიან ნათლად და გამოუცხადა მხარდაჭერა არა რომელიმე კომპანიას კონკრეტულად, არამედ გამოუცხადა მხარდაჭერა ყველა კომპანიას, კერძოდ იმ თანხების გადავადების კუთხით, რომლებიც მათ ან ცესხად ან თუმცა მათ ჰქონდა თავისი პრეტენზია, მაგალითად 2 საათიან ამბებში ვახორჩეულიშვილმა თქვა, რომ მან ძალიან ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ მიაღწია ცენტრპოინტმა იმას, რომ ეკონომიკის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ან რომელიმე მინისტრი მაინც შეხვედრო და ერთადერთხელ მოხდაო ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა. დიახ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები კონკრეტულად ამ საქმეს თუ ვიტყვით, აბსოლუტურად გვალი მაგიდა იყო, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შესაბამისად თუ კი ის ამბობს, რომ ის კიდევ ელოდება, ხო, თავისი ბენეფიციარებისგან დამატებით თანხების მოზიდვას, არ მიმაჩნია, რომ ეს სისხლის სამართლებრივ დევნას, კერძოდ თაღლითობის მუხლით გამორიცხავს, რომ წარიმართოს. რა ვქნათ, ეს ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყოველ წელს არჩევნებია და მადლობა. მერაბ, თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, პირდაპირ მოდით გავხსნათ საუბარი, შეიძლება თუ არა ვისაუბროთ იმაზე, რომ ოცნებას იმდენად გაუჭირდა, რომ ყველაზე გახმაურებული საქმეები, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ყავს მიბმული, სწორედ ეხლა არჩევნებამდე დააყენა და მხოლოდ ცენტრპოინტით არ დამთავრდება ეს გახმაურებული საქმეების გამოძიებები. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ასეთი ეჭვი გამოვთქვათ, რას კახამ ვაწე ხან ერთადად ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ მართლაც 4 წლის წინ დაიწყო ამ თემის გამოძიება, ჩვენ გვახსოვს, ხო? პირველად როდის წაიყვანა ატარებდნენ პროკურატურაში ქალბატონ მაიასაც, ვახორჩეულიშვილსაც, ეს იყო, როცა ოცნების ხელისუფლება შეიცვალა. მაშინ ჩვენ ყველას გვეგონა, რომ მაშინ რაღაც რამდენიმე თვეში ეს პროცესი დასრულებოდა, მაგრამ უცებ შეწყდა, არაფერი არ სითხმა, არ სიძახილი და არჩევნების წინ ეს გაახსნა. ჩვენ იმას კი არ ვამბობ, რომ ცენტრპოინტთან დაკავშირებით აღლითობა არ მომხდარა. დიდი ალბათობით მომხდარა, არ ვიცი, ნახოთ სასამართლო რა სიტყვის, მაგრამ ეს რომ მომხდარიყო მაშინ როცა დაიწყეს დასრულებულიყო, ხო, ეს კითხვები არ გაჩნდება. იგივე არ მაგალითად რუსთავი ორთან დაკავშირებით დატო ჩდება ეჭვები, ხო, 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება მაშინ რომ ეჩივლა ქიბარხალვაში, ხო? არც არავის არ გაუჩნდებოდა ბევრი კითხვა, იმიტომ რომ ის კაცი ამბობდა რომ სააკაშვილის დროს აზრი რა ქჩივილი და წავიდა სააკაშვილი და ვიჩივლე. მაგრამ 4 წელი არ იჩივლა და არჩევნების წინ იჩივლა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, ხო? იგივე ხდება ამასთან დაკავშირებით ახლა. 4 წელი არაფერს არ აკეთებდნენ და უცებ ხალხს იჭერენ, ხო? შეიძლება დასაჭერები არიან, არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი დასაჭერები არიან თუ არ არიან დასაჭერები. უბრალოდ როცა ეს ასე ხდება, ყოველთვის ჩდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება არჩევნებს და ეს არის ცუდი. ამ ქვეყანაში არ დამთავრდა სამართალის, პროკურატურის, კანონის, არ ვიცი მე, გამოყენება პოლიტიკური მიზნისთვის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ერთმანეთს არ გამორიცხავს ეს ერთ რამე, რომ ეს ადამიანები იყვნენ დამნაშავეები და ცენტრპოინტთან დაკავშირებით თაღლითობა იყოს მომხდარი და ის რომ ეს არჩევნებს უკავშირდება. ერთმანეთს ეს არ გამორიცხავს. კი ბატონო, ბატონო იაგო, თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ შანსებზე, წინა საარჩევნო თქვენი, სხვისი, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების შანსებზე და თუ კი გადავხედავთ ყველანაირი ვარაუდი არის ასეთი, რომ ოცნებას ძალიან გაუჭირდება უმრავლესობით მოსვლა. მე ექსპერტების ვარაუდს გეუბნებით და ეს არ იქნება ერთი საქმე, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებენ გახსნილად. არ ვიცი, ოცნებას გაუჭირდება თუ არა, ახლა მე რო ვთქვა, რომ რომც ფიქრობდი, რომ არ გაუჭირდება ოცნებას, მაინც არ ვიტყვი ამას ხო ცხადია. ფიქრობთ, რომ არ გაუჭირდება? არა, უბრალოდ ამ შეკითხვას ჩემთან მე მგონი ნაკლებად აქვს კავშირი. უბრალოდ რაც შეეხება საქმეს, ახლა ეს საქმე რო შევაფასოთ, თუ რასტი ეს საქმე მართლა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ჩვეულებრივი მიმდინარე საქმე, როგორც გიორგი ბრძანა ცოტა ხნის წინ. აქ უბრალოდ საქმე არის პროკურატურის ავტორიტეტის რყევაში. ამ ხელისუფლებას არა აქვს ეგ ავტორიტეტი, რომ ჩვენ დავიჯეროთ, რომ ამ საქმეს არაფერი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. აი ცოტა ხნის წინ ჩვენ გვახსოვს, რომ გავრცელდა ჭორი, რომ მატარებელი არ გაეტია გვირაბში. აი რაციონალური ადამიანები ჩვენ ვზივართ ახლა აგერ და დარწმუნებული ვარ, არც ერთ ჩვენთანაც ეს არ დაგვიჯერებია, რომ გვირაბში მატარებელი ვერ გაეტეოდა. ფიქრობთ, რომ ქართულ ოცნებასაც კი ეყოფოდა მაგდენი ჭკუა, რომ დაეთვალა რამხელა იყო ის გვირაბი და რამხელა იყო მატარებელი. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ატეხა მსჯელობა რა უნაროები არიან, ანუ ის მოსაზრება, რომელიც არსებობდა ქართულ ოცნებაზე, აი ამ ფორმით გაიღვიძა ამ მოსაზრებამ ქართულ ამომრჩეველში. იგივე ჩვენ გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის დროს, რა არსებობდა მაგ დროს, რა ჭორი არსებობდა, ან რა ესეთი წმენა არსებობდა, რომ ამ და ეს წმენა მართალი იყო ამ ხელისუფლებას ფეხებზე კიდე ადამიანის უფლებები. ჭორი რა იყო? ჭორი იყო ის, რომ რაღაცა სანდრა რულოვსი ყიდის თირკმელს თუ რა გვიძს თუ რაღაცა. ხო, რაღაც ორგანოებს. ანუ
როდესაც შენ ავტორიტეტი გიფუჭდება, საბოლოო ჯამში ჭორები, ხო, საბოლოო ჯამში ჭორები ყველაზე დაუჯერებელი ჭორები. კი, რა თქმა უნდა, ყველაზე დაუჯერებელი ჭორები ვიღაცისთვის ხდება დამაჯერებელი. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ქართულ პროკურატურა შეიძლება აზრადაც არ მოსვლია რაღაცა პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამაში. მაგრამ ახლა რა მოტივით უნდა გამოვრიცხოთ ეს? ამ პროკურატურას ხო ის ავტორიტეტი არ აქვს, რომ მისი სიტყვა რაღაცა კანონის ძალის იყოს. ამ პროკურატურას ხო ის ავტორიტეტი არ აქვს, სადაც ჩვენ რაღაცა ეჭვიც კი არ შევიტანოთ, რომ მას პოლიტიკური მოტივები შეიძლება ქონდეს. აქედან გამომდინარე, რაღაცა ქართული ანდაზის არ იყოს, ესაც დათეს იმას მოიმკი. ჩვენ ქართულმა პროკურატურამ, ქართულმა ხელისუფლებამ წინამდა მოქმედმა დათესეს ის ავტორიტეტი, რასაც იმკიან. და ამ ავტორიტეტიდან გამომდინარე, სწორედ, მოდით მე ისევ კახაკუკავასთან გადავალ შეკითხვით. თქვენ რა შანსებს ხედავთ ქართული ოცნების გამარჯვების? მე შემთხვევით არ გამიხსენებია შესავალში, სულ ცოტა ხნის წინ გაცხადა ოცნების შიდა კვლევები, სადაც თქვენ ბარიერს ვერ ლახავთ მაგალითად და მხოლოდ 4 პარტია შედის. აი სწორედ აქედან გამომდინარე. ოცნებას არ გაუცხადებია ეს კვლევები, თქვენ საერთოდ არ ვიცი, ოცნება მარტო თავისიდან ნაციონალური მოძრაობის გამო რეიტინგი. ეს სუდამარდა, ხო, ჯენტლმენურად მოვიკეთეთ, მაგრამ ჩავივარდა კაცო ხელში. ხო და აქედან გამომდინარე მე მაინტერესებს თუ კი ასეთი შელახული აქვს სახელი ამ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებაზე აღარ ვლაპარაკობთ, მაგრამ ფაქტია ხა იაგომაც გაიხსენა, მას როგორ არის რომ პირველ მეორე ადგილებს ისინი ინაწილებენ და თქვენ ვერ ხვდებით. ესე იგი ჯერ ჩვენ რეიტინგებს რაც შეეხება, მე ოცნებას. ჩვენ რეიტინგებს რაც შეეხება მე ვთავაზობ ქართულ ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც, იმიტომ რომ ორივე მათგანის კვლევების მიხედვით, ესე იგი ჩვენ ბარიერის პრობლემა გვაქვს. მოდით გამოვყოთ თითო დამკვირვებელი, ჩვენც გამოვყოთ თითოს ერთი კამერა თქვენ გაგვაყოლეთ ქალბატონო ინგა. თვითონ დაასახელონ, აი სადაც ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს, ის საარჩევნო ოლქი, იმ საარჩევნო ოლქში რომელი ქუჩაც უნდათ, რომელი სოფელიც უნდათ და აი გამოვკითხოთ 100 ადამიანი. და ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ, რომ ეს რეალურად არის არა წინა საარჩევნო კვლევები ქალბატონო ინგა. ეს არის ფსიქოლოგიური იარაღი. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ იგივე ინსტიტუტები, იგივე მკვლევარები მაშინაც ეს ბიგვავები და კაჭკაჭიშვილები და აღარ დამთავრდა ესე იგი ამათი მეხრთამეობა ამ სოციოლოგიაში. ლევან გაჩეჩილაძე, როდესაც კენჭს იყრიდა და თბილისში მაინც 80% ჰქონდა, გამოგვიქვეყნეს რეიტინგი, რომ 17%-ს იღებდა ლევან გაჩეჩილაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს არის ჩემო ძვირფასება მამრჩეველს მიმართავ ფსიქოლოგიური იარაღი, როცა ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ აი იმას მაინც არ აქვს შანსი, აი ვისაც ყველაზე დაბალ პროცენტს უწერენ, ესე იგი იმისი ეშინია ყველაზე მეტად. კი, მაგრამ რაში აწყობს და გიორგისთან გადავალ და შემდეგ მერაბთან რაში აწყობს ოცნებას, რომ მეორე ადგილზე ყავდეს ის ნაციონალური ძალიან აწყობს. აი ეს ისეთი შეკითხვა არის, რომ ეს ყველაზე ნათელი პასუხი ამას დასცა 2014 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა, ჯერ ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა ეს ტერმინი. ეს ხვალშორეს ნაციონალებს არ გამოუგონეთ, ეს გამოიგონა ბიძინა ივანიშვილმა, დავით უსუფაშვილმა და ქართულმა ოცნებამ უწყალობამ მას. და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 2014 წლის არჩევნებიც პრინციპში იგივე იყო 2013, როცა ხალხი ამბობდა, რომ კი ეს ნარმანია არ ვარ გაუნიათოვა, არაპროფესიონალია, არანაირად თბილისს არ შეეფერება, მაგრამ იმ ჯალათს, იმ ნაციონალებს და იმ ნიკამელიას ჯობია. ეს იყო ის გამო 14 აბა დღეს თბილისში ვინმეს თუ ათქმევინებთ რომ ნარმანიაზე ხმა აქვს მიცემული. ყველა რწმენი არავის არ უნდა. მაგრამ არჩევანი არის ასეთი რომ აი ეს უკნარები და პროფესიონალები და ჯანდაბას იმ ჯალათებს ჯობია. ეს არ არის ხალხი ახალი გახსოვს შენ მოქალაქთა კავშირის დროსაც აშუქებდი, როცა ასლან აბაშიძისთან ქმნიდნენ ბუას, თუმცა კუდიკუძე მოდა გადავუარეს შორის არჩევანი. იცი შენ რომ მაშინაც კავშირში იყვნენ, მაშინაც ჯვანია ჩადიოდა ასლან აბაშიძესთან და გადამწყვეტ მომენტში ასლან აბაშიძე ყოველთვის ანუ ოცნებას დღეს ჭირდება ნაციონალური მოძრაობა. იმიტომ რომ რატო ნაციონალური მოძრაობა ეს არის შხამგამოცლილი გველი, კარგად იციან რომ ესე იგი არაფრის თავი არ აქვს და ვერასდროს ვერც ერთ არჩევნებს ვერ მოიგებენ. მაგრამ მეორე მხრივ მოსახლეობისთვის ეხა ამაზე უკეთეს საფრთხობელად ეხა ხალხი ეს არა შხამგამოცლილი იმ გაგებით ეხა რეალურად კარგად ვიცით რომ ნაციონალური მოძრაობა ეხა დღეს და ხვალ არჩევნებს ვერ მოიგებს ვერც ერთ არჩევნო ოლქში საქართველოში. სჭირდება, არა, ვერ მოიგებს, მაგრამ სახეზე გვაქვს კორცხელი და გურიის კორცხელი არის ერთი საარჩევნო უბანი, მაგრამ საარჩევნო ოლქის მასშტაბით ის რომ მოიგონ მათ მაჟორიტარული ოლქი და მით უფრო პროპორციული არჩევნები. ნახეთ რომ ნიკა მელია რომელიც ახლა ნაღდად თბილისში უფრო მეტი ავტორიტეტიც ჰქონდა და ყველაფერი დააჩაქუჩა ნარმანიამ. რატო? აი ამის ხარჯი რომ ხალხს ურჩევნია კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ქუჩაში ორმოები იყოს, ვიდრე ახლა დაძნებდეს რაღაცა დუბინკის და პროკურატურა. ძალიან ბევრი ადამიანი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია გამოთქვამს ეჭვს, რომ ძალიანაც თანწყობილად მუშაობენ ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. თქვენ იმ დღეს ყრილობა გქონდათ და უზარმაზარი არმია ვნახეთ იქ ახალგაზრდების ჩაერთეთ ამ კამპანიაში. ანუ თქვენ რეალურად სიცოცხლის უნარიანობა გინდათ რომ გაიხანგრძლივოთ ნაციონალური მოძრაობით, მათი გინებით, რაზეც ახლა კახას
საუბრობდა, რომ აი ისინი რა საშინელები იყვნენ და ჩვენ იმათ ხო ჯობი ვართ. ქალბატონო, მადლობა კითხვისთვის. მე პრინციპში მიმაჩნია, რომ ზოგადად სახელმწიფოს განვითარებისთვის ინსტიტუციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როდესაც გაქვს მოცემულობა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ხარ სწორედ მთავარ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, რომელსაც აქვს შესაბამისი რეიტინგი, ან ჰქონდა შესაბამისი რეიტინგი, ეს არის მოცემულობა და ამ კუთხით უნდა განვითარდე. მე ნამდვილად არ გამოვდგები ნაციონალური მოძრაობის დამცველად და არანაირად არ ვაპირებ მათ დაცვას პირიქით, მაგრამ ასევე სოციოლოგიასაც რომ შევეხოთ, ხო? სოციოლოგიის მთავარი პრინციპია, რომ გარკვეული ტიპის აუდიტორია უნდა შეარჩიო და არ უნდა მოხდეს ის, რომ რაიმე ტენდენცია აჩვენო, პირიქით არატენდენციური უნდა იყოს შენი გამოკითხვა. შესაბამისად, მახასიათებლების გაზიარებაც თუ როგორ ჩატარდა ესა თუ ის კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა მე ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ რომელიმე, რა თქმა უნდა, შეიძლება დაკვეთით ხორციელდებოდეს და სოციოლოგიური კვლევის მთავარი ფუნქციაც და ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ის დაკვეთით არის, რადგან ამაში ისინი გარკვეული ტიპის მომსახურებას წევენ. თუმცა ნაციონალურ მოძრაობასთან ჩვენი თანამშრომლობა თუ კი ეს მაგალითად არ შეეხება უკანასკნელ მოვლენას ხას გაუსვამ ნატოს სამიტს ვარშავაში, ასეთი ერთიანი პოზიცია იმის გამო რომ ეს არის საპარლამენტო გუნდი, ან აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საპარლამენტო წარმომადგენლების ერთიანი პეტიცია, სხვა შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არის გამორიცხული და ეს ნათლად დასტურდება. მე ასევე ბატონებს შევახსენებდი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ის ხელისუფლებაში მოვიდეს. გაცხადებული მიზანი უნდა ჰქონდეს მას, რომ ის ხელისუფლებაში მოდის, სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი ტიპის სამოქალაქო გაერთიანება იქნებოდა. გიორგი, ერთი წუთი თუ შეიძლება შეგაწყვეტინებ თავისთავად ის ფაქტი, რომ 4 დასახელებული პარტია მოხვდა ამ შიდა კვლევებში. რაზე მეტყველებს მიიღო თუ არა ქართულმა ოცნებამ საარჩევნო დირექტივები, ნუ ვიტყვით, მესიჯები, იგივე ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისას საქართველოში, რომ არც ერთი სხვა განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის პარტია არ უნდა მოხდეს. მე ასე ვერ ვიტყოდი, რადგან ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში, რასაც შეიძლება რომ ვუწოდოთ. შესაბამისად, ის როდესაც აკეთებს განცხადებას, ბატონი ჯონ კერი, რომ მშვენიერი დემოკრატია გააქვთ, ძალიან ხატოვნად რო ვთქვა. დაახლოებით ეს იყო ლაიტმოტივი. უბრალოდ ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ სამუშაო არ არის. პირიქით, მე არ მინდა ისე წარმოგიდგინოთ ქართული ოცნება, რომ ყველა ძალიან კმაყოფილების ვხედავთ და არაფერს არ ვაკეთებთ, რომ პირველ რიგში ჩვენ თავზე მივმუშაოთ, რადგან კონკრეტული ხარვეზები ან პროგრესი, რომელიც სწორედ რომ მაკროლობაზე გავაჟღერეთ, არის ნათელი დასტური იმისა, რომ რაღაც არის მიღწეული და ძალიან დიდი, თუმცა თუნდაც ბევრი რამე არის მიუღწეველი. კი ბატონო, სწორედ ამიტომ. კი ბატონო, ბრძანეთ და მერაბთან და იავგოსთან. პატივისცემით ახალგაზრდა ადამიანები და მივესალმებით წარმატებას უსურვებ. თუ იცით გიორგი ზურაბიგოვას რამდენს უხდის თქვენი პარტია ამ კვლევებისთვის? ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის როგორც ჩვენი კომერციული საიდუმლოება, ისე მისი საიდუმლოება თუ არის შედეგით საიდუმლო უნდა იყოს, იმიტომ რომ როცა კვლევა ქვეყნდება, ნებისმიერ ქვეყანაში გეტყობათ რომ ერუდირებული ადამიანი ხართ, უნდა იცოდეთ რომ თუ კი კვლევა ქვეყნდება, უნდა მიეთითოს, ასე აკეთებს ამას CNN-იც, Fox-იც, ვინ არის დამკვეთი, გადაიხადა თუ არა, რამდენი გადაიხადა, რა მეთოდოლოგიით ჩატარდა და ასე შემდგომ. კაცი რომ 100,000 საიღებს კვლევაში, ის მერე თავის დამკვეთს არასდროს არ დაუწერს, რომ დაბალი რეიტინგი აქვს, იმიტომ რომ ის იქნება მისი ბოლო კვლევა. რეალურია ეს რა თქმა უნდა, რა თქმა კარგი, უნდა, მოდით მე რა იცი შენ, როგორც თავის დროზე IPM იღებ და ამ ფულს მაგაში რეპლიკის უფლებათან მაქვს. თავის დროზე 2003 წელს გავიხსენებ თუ შეიძლება. მოკლედ, კახაძე, ძალიან მოკლედ, იგა გახსოვს შენ ეგ მომენტი, როდესაც უხდი და ბურჯაანიძე ჟვანიას გუნდი ერთ-ერთ IPM-ი თუ რა ერქვა, 22% ჰქონდათ იმარჩევნებზე ჟვანიას გუნდს და 6% ჰქონდა სააკაშვილი და თმებს იგლიჯავდა. მე ყველას გახსოვთ ის არჩევნები როგორ დამთავრდა. და მაშინ უთხრა კობა დავითაშვილმა ფრაზა სააკაშვილს, რომ მასაც უნდა დაიქრებდნენ, რომელიც ჩემი აზრით არის ამოსავალი, რომ რაში უნდა გადავიხადოთო ფული, რომ ფულს რო გადავიხდითო და რეიტინგს რო დაგვიწერო, რომ გავიგოთ რამდენი გადავიხადეთ ჩვენ თვითონ, ნუ, რომ გადაიხდი 20,000 გექნება 20%, გადაიხდი 20 რაში გადაიხადო, რომ გაიგო გადაიხადა მაგ ლოგიკით. აბა ჯერ არ გამოვხსნებია, თემატიკა აბსოლუტურად არის გასაგებია ქალბატონო მაიას პოზიცია და მისი ოჯახის, თუმცა თემა დღევანდელი დისკუსიის შეეხება წინასაარჩევნო გარემოს. ამის ნაწილი არის ზოგადად კვლევა, რომელიმე ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას გულისხმობ, თუ კი სურს ან კოალიციას, შეუძლია ჩაატაროს ეს კვლევა. რა თქმა უნდა, დანაშაული არ არის გამოქვეყნებადი თავისთავად და ჩვენ ვსაუბრობთ რამდენი დემოკრატიულია წინასაარჩევნო. და რამდენად დემოკრატიულია, მოდით მოусმინოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მერაბ, რამდენად დემოკრატიულია დღეს წინასაარჩევნო გარემო, როგორ ფიქრობ? პირველ რიგში ამ კვლევებზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას, იმიტომ რომ ყველა თქვა ერთ კვლევას არ უცხადებს ერთი მხარედობას, მეორე კვლევას მეორე მხარე არ უცხადებს. ეხლა თქვენ გამოაქვეყნეთ ქართული ოცნების კვლევა, მე მიხარია რომ ნაციონალურ მოძრაობის დაკვეთით
ან თქვათ უბრალოდ იმ ორგანიზაციების დაკვეთით შესრულებულ კოლევებშიც, რომელთანაც რაღაც ქართული ოცნება აბრალებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან აქვთ კავშირი, ჩვენ არა გვაქვს ბარიერის პრობლემა და მესამე ადგილზე ვართ ქართული ოცნების დაკვეთით შესრულებულ კოლევებშიც ეს პრობლემა არა გვაქვს და მესამე ადგილზე, ანუ კარგი სასტარტო პირობები გვაქვს, ჩვენ ერთისთვის პარტია ვართ ჯერ, ასე რომ ეხლა ვერ ვიტყვი, სასაყოდრო არა მაქვს არც ერთ კვლევასთან და არც მეორე კვლევასთან, თუმცა ჩვენი კვლევა აებებით, როცა საუბრობდა, ყველა პარტია უკვეთავს კვლევას, ჩვენი კვლევით უფრო მეტი რეიტინგი გვაქვს, ბუნებრივია, მაგრამ ეგ ამ შემთხვევაში ხო ყველა კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა, ჩემი აზრით ასახავს გარკვეულ ტენდენციას, იქ ხარ პროცენტებში შეიძლება იყოს განსხვავება, ტენდენცია არის ის, რომ ეს 4 პარტია შევა, მე რა ესე ფიქრო? იცი რა, ეხა იქ მე როგორც ვიცი, ვინც ბარიერს ვერ ლახავს, არის ძალიან ცოტა განსხვავება, ხო? ეხა მაგალითად თავისუფალი თავისუფალი პატრიოტთა ალიანსი ძალიან ახლოს არის, ხო, ბარიერთან შესაბამისად, ეს შეიძლება არჩევნებზე შეიცვალოს. პროცენტები ძალიან შეიძლება არჩევნებზე შეიცვალოს. მე ვამბობ, რომ კვლევებში ჩვენ უნდა ვენდოთ ტენდენციას. პროცენტები შეიძლება იყოს განსხვავებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არჩევნებზე მივდივარ, მაგრამ ჯერ არ ვიცი ვის მივცემ ხმას. მოდით ერთ კითხვას დავსვათ, თუ შეიძლება. მოდით ჩვენ როცა ვამბობთ, რომ აი კვლევებს არ ვენდობთ, მე მინდა რომ ეს საქართველოში დასრულდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ერთი კვლევა არ იძლევა 100%-იან პასუხს. რა დაჯდება არჩევნებში. ის კი არა, დიდ ბრიტანეთში ამ ბრექსიტის რეფერენდუმამდე ყველა კვლევა ყველა სოციოლოგიური კვლევა ამბობდა, რომ ბრიტანეთი არ დატოვებდა ევროკავშირს და ხალხი მისცემდნენ. კარგი, მოდით ერთ კითხვას დავუსვამ მე იაკოს, შეიძლება. ქართული ოცნება, სახელისუფლებო გუნდი, რომელიც დღესაც ამტკიცებს, რომ ის არის პირველ ადგილზე ყველანაირი კვლევებით, ამას არჩევნები აჩვენებს. როგორ ფიქრობთ, გარემოება რა გარემო არის უფრო სწორედ დღეს საარჩევნოდ, ანუ მე ვარ ამომრჩეველი, მივდივარ, ვუსმენ ოცნებას, რამდენად აქვს ქართულ ოცნებას იმის შანსი, რომ კიდევ ერთხელ მოიპოვოს ამომრჩევლის ხმები. რა გახსენდება თქვენ, წეგან გიორგი თქვა, რომ აი ბევრი რაღაც შევასრულეთო, რა გახსენდებათ შესრულებული და ვერ შესრულებული დაპირებებიდან? შესრულებულის ნაწილში მე მგონი ჩამჭრელი შეკითხვაა, ამიტომ არაფერი არ გახსენდება. რაღაცა შეიძლება გონება დავძაბოთ და ვთქვათ და მე არ მინდა სხვათა შორის რაღაც თავის დადებითი დაუკარგო ქართულ ოცნებას და არ ვიცი დაპირება რამდენად იყო, მაგრამ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხი მგონია რომ დადებითად ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხი მგონია რომ ყოველთვის დარჩება როგორც დადებითი მხარე ქართული ოცნების, ასევე რაც შეეხება დემოკრატიულობის პროცესს, ანუ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, გონია რომ გარკვეული წინსვლა გვაქვს, მაგრამ გვაქვს ასევე უკან გადადგმული ნაბიჯებიც და გვაქვს ახლა ბოლოს თქვენს ეთერში ვზივარ და ჟურნალისტებთან დაკავშირებულ რაღაცა კარგ ცხოვრებაზე მე მგონი არ უნდა ვილაპარაკო, ესეც ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება დაუსრულებელ იმას შეუსრულებელ დაპირებებს, აქ სიის ჩამოთვლა შეიძლება, რა ვიცი, მე მგონი ერთი 10 გვერდიანი სია მაინც გამოგვივა, თამაშ სხვათა შორის ამ შეუსრულებელ დაპირებებში ვარ გულშემატკივარი ქართული ოცნების. კიდევ კარგი, მათ არ ცადეს ამ დაპირებათა შესრულება. კონკრეტულად ესი მაინც. ძალიან ბევრი, მაგალითად, იყო უფასო ფულთან დაკავშირებული რაღაცეები, იყო შრომის კოდექსის კიდევ უფრო განადგურებასთან დაკავშირებული, იყო იქ სოციალური ნაწილი, რომელიც ესენი რო შესრულებულიყო, ჩვენ დღეს საერთოდ ქვეყანა არ ვიქნებოდი, ჩვენ საერთოდ არანაირი ის მცირე ეკონომიკური ზრდაც არ გვექნებოდა, რაც გვაქვს. ამიტომ მე გულშემატკივარი ვარ იმისი, რომ ქართული ოცნება არ ასრულებს რაღაც დაპირებებს. ეს მართალია. თუმცა, ამავდროულად, უფრო დიდი პრობლემა, რაც ქართულ ოცნებას რეალურად აქვს, ეს არის არადაპირებების შესრულება, არამედ ის, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის არაფერი არ გააკეთეს. შეასრულეს ისეთი დაპირებები, რომელიც არ უნდა შეესრულებიათ. შეეძლოთ რომ გაეკეთებინა. მაგალითად ახლა თქვა სავიზო რეჟიმი, ხო ვიცით ახლა სავიზო რეჟიმი შემოიღეს, დავკარგეთ რამდენიმე ასეული მილიონი, მერე გააუქმეს. ანუ არათანმიმდევრულობა, მაგალითად შრომის კოდექსთან დაკავშირებით ილაპარაკეს, რომ თითქოს რაღაცა დასაქმებულთათვის 64 იქნებოდა აქ და რაღაცა ნებისმიერ ეკონომისტმა იცის, რომ ეგეთი შრომის კოდექსი დასაქმებულთათვის ჯოჯოხეთია და არა 64 რეალურად, იმიტომ ადამიანები ვერ საქმდებიან. ანუ ფაქტია, რომ შეუსრულებელი დაპირებები გვაქვს, აქედან ნაწილი შეუსრულებლობის არის კარგი, მაგრამ მთავარი პრობლემები, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, ის არის გაუბედავი, მათ შორის ისეთ ამბავში, სადაც ისინი ფიქრობენ, რომ სწორი არიან და ჩვენც ვეთანხმებით, რომ სწორი არიან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ითქვა ესტონური მოდელი გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, შემდეგ რაღაცა ქართული ბიზნეს ასოციაცია შემოვევლე მაგათ შეიკრიბა, რომელმაც თქვა, რომ არ გვინდა გადასახადების დაკლება. ახლა შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ეს ჯანსაღი პროცესია, რომ აქ ხელისუფლების
თუ ზეწოლა არა თხოვნა მაინც არ ურევია. რომ ბიზნესი ითხოვს რომ დამიტოვეთ მაღალი გადასახადი კაცო რას ლაპარაკობთ? რომ დამიტოვოთ დავიქცევით. გადასახადი. ანუ ზეწოლა ბიზნესზე მარტო. არა შეიძლება ახლა ზეწოლა არ ვიცი ხა შეიძლება ვიღაცა ჩახუჩი დააკნეს და თითზე ურყამდნენ თუ უბრალოდ დაელაპარაკნენ და თხოვეს და ნუ იმათ არ მოუნდათ ხელისუფლების გაბრაზება. ეხა ამ დისკუსიაში მე არ შევიდოდი. ფაქტია რომ ეს არის ძალიან უცნაური და არაბუნებრივი. გიორგი, მე უდნავ მოგვიანებით უნდა კითხოთ თქვენ რითი აპირებთ არჩევნებზე გასვლას ქართული ოცნება, როცა ქვეყანაში არის უამრავი მშიერი და უმუშევარი ადამიანი და ეხა მინდა უბრალოდ მოусმინოთ ერთად მერაბსაც და კახასაც, აი განაგრძე თემა მერაბ. მე მახსოვს შენი ერთ-ერთი პოსტი, ჯერ კიდევ არ იყავი პოლიტიკაში შენ წასული არ ქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული და წერდი რომ გაგიცროა სრულიად იმედები ქართულმა რაღაც ასეთი შინაარსის იყო. შენი აზრით რა იქნება მთავარი თავის ტკივილი ამ არჩევნებზე ვერ შესრულებული? რა მოლოდინი გქონდა შენ, რა გაგიცროვდა? ხო, პირადად ჩემზე თუ ლაპარაკობ, მე ის მოლოდინი მქონდა, რითიც ეს გადაცემა დავიწყეთ. ჩვენ რომ პროკურატურა ამ ქვეყანაში დასრულდებოდა სამართლის და კანონის გამოყენება პოლიტიკური თავარი, რასაც მე გულშემატკივრობდი მაგალითად, იგივე 2012 წელს იყო ეს, რომ აი ეს დასრულებული იყო გარდა იმ წამებისა და ასე შემდეგ, ხა ის ამაზე ლაპარაკი აღარ არის. ანუ ამ ქვეყანაში მინდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს, რაც ოცნება ვერ გააკეთა. პირიქით, მივიღეთ დღეს ჩვენ მურუსიძის სასამართლო მივიღეთ, რომელსაც ავტორიტეტი დაუარდა. მივიღეთ პროკურატურა, რომელსაც ავტორიტეტი საერთოდ აღარ აქვს და ვერან ვერ ფიქრობს, რომ ის არის დამოუკიდებელი. ანუ ჩვენ ვერ მივიღეთ ვერს დამოუკიდებელი სასამართლო, ვერს დამოუკიდებელი პროკურატურა. ეკონომიკურ თემებზე აღარ ვლაპარაკობ, იმაზე რომ სიღარიბე ისევ არის და ასე შემდეგ. მე მესმის, რომ ჯადოსნური ჯოხი არავის არ აქვს და ერთ დღეში შენ ქვეყანას ვერ გადააქცევ აყვავებულ ქვეყნად, მაგრამ როცა 2%-იანი ეკონომიკური ზრდა გაგდა, მიხოხავ. ამ 3%-ზე გიხარია რომ 3%-ს მიაღწია ამ დროს ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჭირდება რომ რაღაც ჭაობიდან მაინც ამოვიდეს ეს ბუნებრივია ხელისუფლების უნაროზე მეტყველს ეს ერთი მეორე როცა შენ არა გაქვს ჯადოსნური ჯოხი რომ ხალხს მდგომარეობა უცებ გაუმჯობესო რატომ აღმოაჩნდებათ ხოლმე ამ ხელისუფლებებს ჯადოსნური ჯოხი თავისთვის რომ გაიუმჯობესან ეკონომიკური მდგომარეობა ვსაუბრობ იმ პრემიებზე დანამატებზე დასაქმებულ ნათესავებზე და ასე შემდეგ რა აი დასაქმებულ პარტიულ აქტივზე უამრავი CP IP არის შექმნილი რეგიონებში, რომელიც ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებენ. საკუთარი პარტიის წევრებს, ანუ რა გამოჩნდა, რომ ხალხის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესეს, მაგრამ საკუთარი მდგომარეობა უცებ გაუმჯობესეს, საკუთარი ნათესავების პარტიის წევრების და აი უამრავ დანამატებზე პრემიაზე აღარ ვსაუბრობ. აი ეს არის თემა, რომელიც მინდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ჩვენ მინდა რომ სახელმწიფო როც პარტია როდესაც მოვა ხელისუფლებაში, მან იზრუნოს იმისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არა საკუთარი პრემიებისთვის და დანამატებისთვის. მადლობა მერაბ, მე მინდა კახაკუკავას მოусმინოთ და შემდეგ გიორგისთან გადავალ უკვე კითხვით. თქვენი აზრით რა არის მთავარი პრობლემა დღეს ხელისუფლებისთვის? მე დავეთანხმები, რაც თქვა პირველი ამოცანა და სხვაშორის მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამის 99% თუ მეტი არა გაიმეორებს ქართული ოცნების 2012 წლის პროგრამას, უბრალოდ რომლებიც მათ მოატყუეს საზოგადოება და არ შეასრულეს. თქვენი პროგრამის რა თქმა უნდა, პირველი პუნქტი. ანუ მოპარეთ ქართულ ოცნებას. ანუ მოპარეთ, რატომ მოპარეთ? პროგრამას ქმნის ქართული ხალხი, პროგრამა არის ქართული ხალხის დაკვეთა. მაშინ ისინი იყვნენ ხალხის სრულების მიმართ ადეკვატურები. მაშინ ედოთ პულზე ხელი და ეხლა აღარ ესმის. რა თქმა უნდა, ამიტომაც ჩვენი პირველი ამოცანა იქნება სამართლიანობის აღდგენა, რომ ერთის მხრივ სულხან-მოლაშვილის ოჯახს არ უსამძიმრებდეს კვირიკაშვილი და მეორე მხრივ იგივე პრემიერ-მინისტრი ფარისეულურად არ გვეუბნებოდეს, რომ მურუსიძის პირობებში არის, ესე იგი, სასამართლო ყველაზე უფრო დამოუკიდებელი. რატომ იცით, რომ მურუსიძე პირადად იყო სულხან-მოლაშვილის მოსამართლე კასაციის ინსტანციაში? მე რა დავეთანხმები აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც არის სოციალური უსწორობა, როდესაც ჩვენ გვყავს ჩინოვნიკები, რომლებიც 100-200 ლარის ფარგლებში იღებენ საჯარო სექტორში პედაგოგები მაგალითად ხელფას და გვყავს 22-27000 ლარიანი ჩინოვნიკები. დავამატებდი იგივე ცნობილ თემას მონოპოლიების შესახებ კახა ოქრიაშვილი, რომელიც როგორც მოქალაქთა კავშირის და ნაციონალური მოძრაობის დროს გადაიბარეს ეს ოქრიაშვილები, ეს სოკარები, ეს მედიკამენტების და საწვავის მონოპოლიები ქართულმა ოცნებამ. დავამატებდი ამას ბანკის ვალებისაგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან დაზარალებულებს, რომლებსაც თეატრულუკიანი გვახსოვს, რასაც პირდებოდა და დღეს იგივე და უარესი ვითარება არის ამასთან დაკავშირებით და ბოლოს დავამატებდი ქალბატონო ინგა მთავარს, რომ ეს როგორც მე ვთქვი, რომ ქართული ოცნების პროგრამას იმეორებს, როგორც ხედავ აგერ მერაბის პროგრამას და ძალიან ბევრი პარტიის პროგრამას გაიმეორებს, მაგრამ რაში მდგომარეობს ჩემი აზრით ჩვენი ბლოკის პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის უპირატესობა, რომ ეს ხალხი მე სხვა შორის ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამა ნახე რომან გოცირიძის, არაჩვეულებრივი და მივწერე კიდევაც მას პოსტზე, რომ რაზეც მე და რომან გოცირიძეს ჰქონდა დისკუსია და კატეგორიულ წინააღმდეგობას მიღწევდა იმ პარლამენტში, გახსოვს შენ
ჩვენი უპირატესობა, ჩვენი ბლოკის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ბლოკში არ არიან არც ერთი მთავრობის, არც ოცნების, არც ნაციონალების მთავრობის ცოდვებით დამზიიმებული ახალ ადამიანები. ჩვენ ბლოკში არის პრინციპული ხალხი. ბატონ ბურჭულაძეს გამახსენე მიხეილ სააკაშვილის დროს, როდის აკრიტიკებდა იმ რეჟიმს და დაგეთახმება. არა, არ მგონია რინგა სხვა რაღაცას ვიძახი, რომ ადამიანი, რომელიც დღეს საუბრობს სააკაშვილის 9 წლიან რეჟიმზე, ტირანიაზე, ჯალათებზე და ასე შემდეგ, ერთი ინტერვიუ არ უნდა კონდეს მიცემული იმ 9 წლის მანძილზე, როცა დაგდევდა 9 ტელევიზია და გეხოცებოდა რომ 26 მაისზე რას ფიქრობ, 7 ნოემბერს რას ფიქრობ და ამბობდი რომ პოლიტიკაში არ ვენები. კარგი, მადლობა. ამიტომ დავასრულებ. წინადადებას დავასრულებ. წინადადებას დავასრულებ. ეხლა გიორგი, წინადადებას დავასრულებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ბლოკში არის თავმოყრილი ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც იყო ოპოზიციაში სააკაშვილის დროსაც, რომელიც იყო ოპოზიციაში და არის ივანიშვილის დროსაც და არ ყოფილა კონფორმისტი არც ერთი და არც ერთი. უპასუხე მე რა ბიაგოსთან და სულ ყველა კითხვაზე გიორგის საუბარი ჩემი აზრით უაზრობა, იმიტომ რომ ის ადამიანი რატო იაგოსაც ხონდა მე მგონი ეჭვი რაღაც არა, იაგოს უსვლა რამეს ლაპარაკობდა. პატა ბურჭულაძესთან იაგო პირიქით დასაუბრდა. მოკლედ, აქ ამ კითხვაზე ბევრჯერ გაეცა პასუხი, რომ ის ადამიანი იმ დროს იყო დაკავებული იმ საქმით, რომ თუ ის პოლიტიკაში ჩაერეოდა, მაგალითად იავნანას საქმეება. თქვენ წარმოგიდგენთ, ერთხელ გააკეთა ისეთი რამ, რაც მაგალითად ნაციონალ მოძრაობის ის იყო ძალიან მიუღებელი, ხო, წავიდა მოსკოვში, გაეროს ეგიდით ბავშვების კონცერტზე, როცა გაეროს აწყობდა კონცერტს ბავშვების დასახმარებლად, პატა ბურჭულაძე თქვა, რომ ხა რუსი ბავშვი ჩემთვის არ არის სხვა ბავშვებისგან განსხვავებით. წავიდა კონცერტს და გახსოვთ, მე აქ კონცერტს აღარ ატარებინებდნენ ოპერაში. შესაბამისად ის აკეთებდა იმ საქმეს, რომელიც დროსაც პოლიტიკაში ის ვერ ჩაერეოდა. ასევე იყო მაგალითად ივანიშვილი 2011 წლამდე ხმას არ იღებდა, მაგრამ ერთ დღეს გადაწყვიტა და ამოიღო ხმა. ანუ ადამიანები როცა გადაწყვეტენ პოლიტიკაში ჩართვას, მათ უნდა კონდეთ ამის უფლება და ნუ ვიტყვით, რომ ვინც 2007 წელს არ გამოვარდა, იმას არ აქვს უფლება პოლიტიკაში მოსვლა. ივანიშვილი იყო ლოიალური იმ რეჟიმის მიმართ და ერაბიშვილის კაბინეტში ვისკის სვამდნენ და იქიდან ეს არავისთან ვისკის არ სვამდა. კარგით, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ანუ ეს ერთი თამაშია, ბურჭო, ეხავე გიორგი, თქვენთვის ბევრი დრო მაქვს ბოლოში პასუხების მისაღებად. ბურჭულაძე ნაციონალები, კახამ თქვა ქართული ოცნებაც მათ შორის არის ეს მოდი მე ცოტათი ოცნებას გამოვესარჩლები. ბატონი კახა ამბობდა, რომ პრეტენზიები არსებობს ის, რომ თქვა მონოპოლიებს არაფერი არ უქნეს სამართლიანობის აღდგენა და ასე. არა, მე სხვა კითხვა დაგისვი. მაგასაც გიტყვით გაგაცნობ. არა, დრო აღარ გვაქვს ამ. უბრალოდ მინდა თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა, როგორც ასეთი შინაარსისგან დაცლილი ტერმინი არაფერი შინაარსი ამას არ გააჩნია. სამართლიანობის კეთება ყოველდღიური საქმეა და არანაირი აღდგენა არ არსებობს ახლა. სამართლიანობა ტერმინზე მედავები. ტერმინზე გედავები, ხო, სამართლიანობის რუსიძე არის თუ არა პასუხისგებაში მისაცემი? ტერმინს ყოველთვის რუსიძე იქ არ უნდა პასუხისგებაში არის თუ არა მისაცემი არ ვიცი, მაგრამ იქ არ უნდა იყოს, სადაც არის ეს ვიცი ზუსტად. მოკლედ რომ ვთქვათ სამართლიანობის აღდგენა ჩვენ ესე ძალიან შორს წავედით და აქედან არ გამოვა. არანაირი შინაარსი ამას არ გააჩნია, ისე როგორც მონოპოლიებსაც არ ქონდა შინაარსი, როცა ჩვენ ვამბობთ რომ არსებობს 5 მონოპოლისტი კომპანია, ამას არანაირი აზრი არ გააჩნია ამ სიტყვას, იმიტომ რომ მონოპოლისტი იმას ნიშნავს რომ 5 არ უნდა იყოს. კი საქართველოში არის მონოპოლიური კომპანიები, თუ იმას საინტერესებს, თელასი არის ასეთი, ყაზტრანსგაზი არის ასეთი, უბრალოდ PSP არის, PSP საბაზარო ფასებში ის. PSP შეიძლება ბილიონი პრეტენზია გქონდეს, მაგრამ მონოპოლისტი კომპანია სოციალურ ქსელში რომ დაგიხოს, გირჩი თulis რომ PSP სამართლიან ფასებში ყიდის მედიკამენტები. მე ფარც ფასები ვიცი PSP და სამართლიან. ხო შემედავი სამართლიან. აღარ ვიდავ, რო აღარ გვაქვს. ყველაზე სამართლიანი ფასი. გიორგისთან ყველაზე სამართლიანი არის ის ფასი, რომელსაც მე ვიხდი და შენ თანახმად გაყიდო კონკრეტულ რაც შეეხება მეორე ნაწილს და თქვენს პროგრამის გიორგისთვის დრო აღარ მექნება, გისმენთ. ხო, რაც შეეხება იმას, ვინმეს ნაწილი არის თუ არა, მე არ მithქვია აწყოში არაფერი ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, მე არ მიმაჩნია, რომ თქვა ხა მერაბ მეტრეველი ვინმეს კაცია და ვინმე შუაზე დადის, ეს არასდროს არ მithქვა. წარსულად წარმოსადგენია კონკრეტულად მერაბ მეტრეველის შემთხვევაში მე შემიძლია სხვებზე არ ვიცი. არა, რა მადლობა. მე მინდა გიორგისთან გადავიდე ახლა შეკითხვით. ყველაზე მთავარი, აი თქვენი ოპონენტებისგან რაც მოვისმინე, არის რომ მე მიხარია რომ ბევრი რამ ვერ შესრულდაო, იაგომ თქვა სამართლიანობის აღდგენა, რომელიც იქნება თქვენი აქილევსის ქუსლი და იგივე არის მერაბის განცხადებები, მურუსიძის თემა და უსამართლო სასამართლო და პროკურატურის გამოყენება. რა სიტყვით გიორგი? მე ძალიან დიდ პასუხს ვცემ თითოეული მათგანის მოსაზრებას, თუმცა ჩვენ თავს არ უნდა შევეწინააღმდეგოთ იმ მარტივი პოზიციით, რაც გულისხმობს, რატომ წინასაარჩევნოდ გარკვეული პროცესები და არ ვიცით რა ხდებოდა 13 წლის განმავლობაში. არ არის დღევანდელი პროცესი, რაზეც ქალბატონი მაია ჩაერთო პირველი პროცესი, შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა დავარქვათ, ან სამართლის აღსრულება დავარქვათ.
კი ბატონო, ერთ და იგივე შეიძლება ჩავთვალოთ და ასევე რაც შეეხება პარლამენტის ნაწილს. ბატონი მურუსიძე, რომელიც გახდათ მოსამართლე უზენაეს სასამართლოს კერძოდ სისხლის სამართლის კოლეგიის იმ პერიოდში, როდესაც ბატონი სულხანის შესახებ აღნიშნეს, იყო კონკრეტული ნორმები, რომლითაც მას უნდა ეხემძღვანელა. სხვა შემთხვევაში იქნებოდა სწორედ ის პასუხისგებაში მისაცემი, თუმცა თუ კი პიროვნებებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვაუწყდეს ინსტიტუტებიც და თითოეული ჩვენგანი ძალიან მიეჩვია, რომ სასამართლო ხელისუფლება შეიძლება მიუდგე ნებისმიერ 7 ვებრუნიდან ნებისმიერში და თქვა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ასეთი, ან ანუ თქვენს ფიქრობთ ბიძინა ივანიშვილივით, რომ მურუსიძე სისტემის მსხვერპლი იყო? არა, რაღაცა მინდა ვთქვა, შეიძლება დავასრულოთ. სტრასბურგის სასამართლომ, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ თქვა, რომ ეს ადამიანი იყო ნაწამები. რატომ არ შეეძლო, რატომ არ შეეძლო ეთქვა ეს მურუსიძეს ახლა რა ლაპარაკობთ ბოლოს და ბოლოს შესაბამის კოლეგია, რომ აქ ეთიკის კოდექსი და სხვა შემთხვევაში პროკურატურა, რომელიც მათ შორის მოსამართლის გადაცდომებთან დაკავშირებითაც წარმატებით უნდა მუშაობდეს. წარმატებით უნდა მუშაობდეს, მას სჭირდება დახმარება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. ჩვენ გვახსოვს დეპარტამენტი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მთავარი პროკურატურის შემადგენლობაში, რომელსაც უნდა შეესწავლა წინა რეჟიმის პირობებში განხორციელებული ესა თუ ის ქმედება, რომელიც შესაძლოა არ ყოფილიყო კანონიერი. ასევე დაპირებების ნაწილს 100 და 200 ლარიას ნუ გამეცინა, ეხლა მასწავლებელთან დაკავშირებით, საერთოდ თუ კი ასე ვსაუბრობთ ციფრებით, აღარ ედებათ, კახა დრო აღარ გვაქვს, ერთი წუთიც აღარ მაქვს. დარჩება ხო თავის პოსტზე? მე ვიტყვი, რომ სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივაში მე ნამდვილად ვერ ვარ. მადლობა, უნდა დავასრულებინოთ გიორგის 100 და 200 ერთი ლარიანი ხელფასი მასწავლებლების ნაწილში, ნუ 100 თუ ვიყენებთ ციფრებს, გამოვიყენოთ ბოლომდე მაშინ მთლიანად უტრირებულად და არ გავიხსენოთ ის რეფორმა, რომელიც განათლების სფეროში ხორციელდება. ეს არის მაგისტრების და დოქტორების შესაძლებლობა, რომ მათ გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ, 9 წუთი დამჭირდება და ასევე ის უფასო ფაკულტეტები, რომლებიც არსებობს და რომლის მომხმარებელი არის ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ახალგაზრდა, მათ შორის იურისტი. და ნუ სხვა საკითხებს რაც შეეხებოდა ანუ თამამად მიდიხართ ამ მომრჩეველთან? მე თამამად მიდივარ ამ მომრჩეველთან, რატომ? მე გარდა იმისა, რომ მაქვს ჩემი გუნდისგან ნდობა, მე მაქვს ჩემი პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ ახალგაზრდობა. ამ კითხვაზე რა თქმა უნდა არ გაგცემთ პასუხს, მე მგონი იქნება, არ გაგცო პასუხი. არ გიდასტურებ, თუნდაც უარყოფ პირდაპირ გეუბნებით და 10 წამში ვიტყოდი რაღაცას. ჩვენი პრიორიტეტი არის განათლება, მათ შორის ყველაზე მეტად და ახალგაზრდობის როლი. და ეს ახალგაზრდობის როლი მკვლელობაზე და მათ შორის პრემიერის განცხადებებში ძალიან ნათლად ფიქსირდება. დაწყებული ინგა პრეზიდენტი დამთავრებული ეხვეწება ქართულ ოცნებაზე თქვენივე დაწყებული სასამართლოს რეფორმის მესამე და ორი მოსმენით აქვთ კანონი მიღებული სასამართლოს შესახებ. მესამე მოსმენით არ იღებენ. არ მიღებენ. და განგზობადია და არ მიღებენ რეფორმა. მადლობა მეგობრებო, წარმატება მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. მოკლედ ვარ წინასაარჩევნო ფაზაში და გვიწევს მუდმივი კრიტიკა და დაპირებები უნდა მოვისმინოთ. ყველაზე მთავარი და საინტერესო ისაა, რაც ეხა თქვა კახა კუკავამ, ჩვენი ეკონომიკური პროგრამა ძალიან გავს ქართული ოცნებისას, რომელიც მათ 2012-ში დაგვიდეს. თქვენც აპირებთ? თქვენც აპირებთ? საწარმოზე იყო საუბარი. მადლობა. იაგო ხვიჩია კარგი, გიორგი ჩაკვეტაძე, მერაბ მეტრეველი და კახა კუკავა იყვნენ ჩვენი სტუმრები, მე მათ ვემშვიდობები. ერთი განცხადება უნდა გავაკეთო, 7 საათზე კი ჩვენ ოდნავ განსხვავებულ ფორმატს შემოგთავაზებთ. ხვალიდან ტელეკომპანია პირველი გთავაზობთ სრულიად განახლებულ და სრულიად ახალ ეთერს. ჩვენ გვიერთდება ბიზნეს